მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა რეზიუმე, სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი. მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს, ვინც გვისმენს FM 103-ზე, რადიო პალიტრის ეთერში, ასევე მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, ვინც გვიყურებს ტელეკომპანია პალიტრა ნიუსის ეთერით, ასევე თქვენ შეგიძლიათ გვიყუროთ YouTube-ზე, თუ გამოიწერთ პალიტრა ნიუსის YouTube არხს. დღეს ჩვენ გავაგრძელებთ საუბარს ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე რეგიონში. იცით, რომ ჯეი-დი ვენსი სამხრეთ კავკასიაში იმყოფებოდა, ის ესტუმრა ჯერ სომხეთს, შემდეგ აზერბაიჯანს. აზერბაიჯანში გააფორმა სტრატეგიული შეთანხმება სომხეთში, ისაუბრებს ძალიან დიდ ინვესტიციებზე, როგორც ტექნოლოგიებში, ისე ბირთვულ ელექტროსადგურში და შესაბამისად საუბარი არის ახალ სატრანზიტო მარშრუტებზე და თავარი კითხვა არის ბუნებრივი აქ სად არის საქართველო. ჩვენ სტუმრები იქნებიან გიორგი ტუმასიანი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ლელა ჯეჯელავა, არმენოლოგი, მივესალმებათ. გამარჯობათ. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოდით დავიწყოთ ჯერ სომხეთში ვიზიტით და იმ განცხადებებით, რომლებიც იქ გაკეთდა, რატო არის ეს ვიზიტი მნიშვნელოვანი, ზოგადად რეგიონში რა იცვლება, ხო, ანუ ჩვენ გვქონდა სტრატეგიული პარტნიორობა პირველი ხებს გაფორმებული ამერიკის შეერთებულ შტატებთან 2009 წელს, მაგრამ ბაიდენის ადმინისტრაციის დროს შეჩერდა სტრატეგიული პარტნიორობა. სომხეთმა 2024-ში გააფორმა, თუ არ მეშლება და ეხლა გააფორმა აზერბაიჯანს და ჩვენ დავრჩით ასე ვთქვათ შეჩერებული, დავრჩით რაღაცა მარშრუტების მიღმა თითქოს, იმიტომ რომ თავარ სატრანზიტო გზახამდე ჩვენზე გადიოდა. დღეს უკვე არავინ არ იცის ეს რა როგორი იქნება და ნუ პოლიტიკურადაც საბოლოო ჯამში რა შედეგი დადგება, ამაზეც მინდა ვისაუბროთ. მოდი, ქაუტელელა თქვენგან დავიწყოთ. მოგესალმებით, მივესალმები თქვენს მაყურებელს. ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა გახდათ ამერიკის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი კავკასიის ორ ქვეყანაში, რომელიც სულ რამდენიმე ხნის წინ იყო ძალიან ხანგრძლივ ომში ერთმანეთთან ჩართული და ეხლა ვხედავთ საოცარ ტრანსფორმაციას აი ამ მათი ურთიერთობებისას, როდესაც საომარი მდგომარეობიდან ორი ქვეყანა გადადის თანამშრომლობის რეჟიმში. ეს არის ძალიან დიდი გარღვევა, უნდა ითქვას და მე უბრალოდ მხოლოდ შემიძლია ჩემი ძალიან დიდი კმაყოფილება და სიხარული გამოვთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ის კონფლიქტი კავკასიაში, რომელიც თითქმის დაუსრულებელი გვეგონა ყველას, იმიტომ რომ როგორც ჩანს მითი, რომ რუსეთი ყოვლის შემძლეა და მას შეუძლია მუდმივად შეინარჩუნოს არეულობის კერები თავისი გავლენის რეგიონებში, არც თუ ისე ასე ვთქვათ მართალი აღმოჩნდა. ეხლა რაც შეეხება რა ჩვენ ამ ვიზიტმა, გარდა იმისა, რომ ორი ქვეყანა, რომელიც სულ რამდენიმე წლის წინ არც კი ალბათ ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ შეიძლებოდა გამხდარიყვნენ შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორები, გახდნენ თუ რამე უშლიდა ჩვენსა და სომხეთის ურთიერთობებს ხელს, ეს იყო ის, რომ ჩვენ ვიყავით დასავლეთისკენ ორიენტირებული ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორი ევროინტეგრაციის გზაზე ვიდექით და სომხეთი იყო რუსეთის სტრატეგიული პარტნიორი და თუ რამ გაუგებრობები არსებობდა მთელი ჩვენი დამოუკიდებლობის ისტორიის მანძილზე, მხოლოდ ამით იყო განპირობებული ჩვენი სხვადასხვა ვექტორით და საოცრება ამათ ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ ისევ სხვადასხვა ვექტორ აღმოჩნდებოდით, ოღონდ ახლა ჩვენ გვექნებოდა შეცვლილი ჩვენი განვითარების კურსი და სტრატეგია. რა ჩვენა კიდევ ვენსის ვიზიტმა იცით სიბეცე ქართული ოცნების პოლიტიკისა, როდესაც თავსაც და თავის მომხრეებსაც არწმუნებდნენ, რომ დასავლეთს უფრო მეტად ვჭირდებით ჩვენ, ვიდრე დასავლეთი გვჭირდება ჩვენ. აღმოჩნდა, რომ დასავლეთს თავისი სტრატეგიული ინტერესების რეალიზება შეუძლია მშვენივრად. ამაში იყვნენ დარწმუნებული, რომ სატრანზიტი ჩვენს იქეთ ვერ გაივლის. ეს აღმოჩნდა, რომ
შეიძლება რომ გაიაროს ჩვენ აგვიაროს გვერდი. დიახ, რა საკვირველია. თქვენ იცით რომ ეს ამერიკის სტრატეგიული ინტერესები ცენტრალური აზია, კავკასიის რეგიონი, ხო, ამ ორ ქვეყანასთან თანამშრომლობით მას აბსოლუტურად შეუძლია ისე რომ მაინც და მაინც ბიძინა ივანიშვილს არ დაუდგნენ მუხზე თხოვნით რომ ეხა თქვენი ნებართვა მოგვეცით იმაზე რომ კავკასიაში ჩვენ ვითანამშრომლოთო, ესე არ იქნება. ამიტომ იცით რა შეასაქმე, როდესაც არ ვიცი, საიდან მოაქვთ ხოლმე ასეთი სიბრძნეები, ან ვინ ურჩევს ბატონ ბიძინას, რომ შავ ზღვაში რა უნდათ ამერიკულ გემებს, კავკასიაში რა უნდათ ამერიკელებს და ასე შემდეგ და შემდეგ. უბრალოდ აქედან შემიძლია უთხრა, რომ თუ ეს მისი გონების ნაჟური არ არის და ვინმე რჩევით ფიქრობს ასე, ის ვინც ურჩევს ნამდვილად მისი მტერია, იმიტომ რომ ჩარჩენილია ძველი წინა საუკუნის პარადიგმაში, რომელიც ეხლა აღარ მუშაობს და სრულად სხვა პარამეტრები და სრულად სხვა მარკერები იქნება გამსაზღვრელი სტრატეგიული თანამშრომლობისა, ალიანსებისაც ქვეყნებს შორის და ასე შემდეგ და შემდეგ. ეხლა რაზე ვილაპარაკოთ? ორივე ქვეყანასთან უკვე შეერთებულ შტატებს სტრატეგიული პარტნიორობა გაფორმებული. ძალიან მიხარია, რომ სომხეთში ძალიან საინტერესო პროექტები იწყებოდა, მათ შორის ბირთვული, ასე ვთქვათ, თანამშრომლობაზე გიორგის ვკითხავ. ხო, ბირთვული თანამშრომლობის თემა, იცი, ხო, ძალიან მიხარია სომხეთის ეს გარღვევა და შემიძლია ნამდვილად დავარქვა ამას, რომ ეს არის ძალიან დიდი გეოპოლიტიკური გარღვევა და ერთი სიტყვა მინდა ვთქვა აუცილებლად, ესე იგი, შეიძლება სრულად განსხვავებული პოზიციები არსებობდეს დღევანდელ მმართველთან, ფაშინიანთან დაკავშირებით. ვიღაცას გემოვნებას ის აკმაყოფილებდეს, ვიღაცის გემოვნებას არა, მაგრამ გარდა იმისა, რომ ამ ადამიანმა მოახერხა ძალიან სერიოზული გეოპოლიტიკური, ასე ვთქვათ, გარღვევა და თავის ქვეყნის შემოbrunება, ეს ადამიანი ახერხებს მენტალურ ტრანსფორმაციას თავისი საზოგადოებისას, რაც არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი. რას გულისხმობ მენტალურ ტრანსფორმაციაში? ყველამ ვიცით, რომ სომხეთი არის უდიდესი, მაგრამ უმძიმესი ისტორიის ერი, რომელმაც არაერთი ტრაგედია გამოიარა, ეროვნული მნიშვნელობის ტრაგედია მათ შორის, მაგრამ მუდმივად სომეხი ერის ცნობიერებაში, აი საბჭოთა დროინდელი ფრაზა მახსენდება და ბოდიშვიხტი რუსულად ვიტყვი, ნაგასტრადალნაია არმენიას წარმოდგენა უნდა გაქრეს, იმიტომ რომ სომეხმა უნდა იცოდეს, რომ წარსულია, მაგრამ ის ახლა ნაგასტრადალნე, ანუ მრავალ მოჭირნახულე კი არ არის მარტო, ის არის განვითარების ტალღაზე მყოფი, რომელმაც უბრალოდ უნდა აბსოლუტურად სხვა კეთილდღეობა, სხვა გამარჯვებები და სხვა სიკეთეები უნდა მიიღონ, იმიტომ რომ აი ეს კომპლექსი, რომ სომხეთი მუდმივად მსხვერპლის როლშია, ერმა უნდა მოიცილოს, ეს ჩემი როგორც სომხეთის სპეციალისტის და ამ გზისკენ ძალიან სწორად მიდის ახლა სომხეთი, მე უყურებ რაღაცები კეთდება განათლების სფეროშიც, რაც ამ მიმართულებას უწყობს კონცეპტუალურად, რომ ამაზე დაშენდეს რაღაცეები და ამიტომ, რა ვიცი, კიდე ყველაზე მნიშვნელოვანი მე რაც აი გიორგი შემისწორებს თუ არა ვარ მართალი, ვნახე ეს არის, რომ შეერთებული შტატები თვლის გრძელვადიან პარტნიორობაზე სომხეთთან და არც უშვებს, რომ არჩევნებში ფაშინიანმა შეიძლება წააგოს, იმიტომ რომ ყველა მისი წინადადება, ყველა მისი, ასე ვთქვათ, აზრი, რომელიც და გზავნილი იყო სომეხი ხალხისკენ მიმართული, იყო
პერსონალურად ფაშინიანის როლზე მომავალ თანამშრომლობაში. თუმცა ალბათ ეს თანამშრომლობა რო გაგრძელდეს ფაშინიანის მოგება საჭიროა. თუ წააგო მე რა ხდება. მაგრამ ხო, თუ წააგოზე არ არის საქმე, ნუ ჯერ ერთი მე რამდენთაც ვიცი ვითარება ესე გარედან მას აქვს მხარდაჭერა სერიოზული, მიმაჩნია რომ სწორად მიყავს რაღაცა საარჩევნო კამპანიის მომენტი და გარდა ამისა მე აი ძალიან მჯერა რომ სომეხი ხალხი ეხლა გამოიჩენს ძალიან დიდ გონიერებას და არ გაიმეორებს 2012 წლის საქართველოს შეცდომას, რაც შეიძლება მათთვის იყოს გამოუსწორებელი მნიშვნელობის. თუმცა რისკები რასაკვირველი არის. თუ აქამდე და ამაშიც გიორგი დამიმოწმება ალბათ სომხები ყოველთვის ჩვენ შემოგცქეროდნენ მოლოდინის თვალით, რომ აი საქართველოს მოახდენს გარღვევას და მე შეიძლება სომხეთიც მიყვეს. ეხლა დღეს მაგალითად მე ვთვლი, რომ ჩვენთვის წარმოუდგენლად მაღალი მნიშვნელობა აქვს სომხეთში არჩევნების შედეგებს და შესაბამისად ფაშინიანის გამარჯვება იქნება ძალიან საიმედო სიგნალი რეგიონული თანამშრომლობისთვისაც, რეგიონის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურისთვისაც და საქართველოში შემდგომ მიმდინარე პროცესებისთვის. მოდი გიორგის ასმის. ჩერიც დადგება მერე. კი ბატონო. გიორგი, მე მინდა რომ შენ ახლა კი დინა დროა მოვიწვიოთ ჩვენი პირველი სტუმარი ბატონი პოლიტიკური ვიზიტია, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პოლიტიკური და მეორე არის თქვა ეკონომიკური. კეთილი. ეკონომიკური დავიწყოთ. არა მხოლოდ ეკონომიკას მოიცავს, არამედ რეალურად ეს არის მთელი ფენა და ინფრასტრუქტურა, არქიტექტურის ჩამოყალიბება ახალი ტიპის სომხეთის და რეალურად მოიცავს პირველ რიგში რუსული ბირთვული სადგურის ჩანაცვლებას ამერიკული ბირთვული სადგურით, რომელიც იქნება მოდულის ტიპის, რაც გულისხმობს იმას, რომ პირველი მოდული, როდესაც ჩამოყალიბდება, სულად ჩანაცვლდება დღევანდელი ატომური ელექტროსადგური, მაგრამ შემდეგ შეიძლება ძალიან მარტივად, იაფად მოდულების დამატება. რაც იმას ნიშნავს, რომ სომხეთს ექნება ძალიან დიდი რესურსი სუფთა და უსაფრთხო ენერგიის, ეს ახალი ატომური ელექტროსადგური სეისმურად სრულიად უსაფრთხო იქნება, რაც სერიოზული პრობლემა იყო აქამდე და რატომ ჭირდება სომხეთს ამდენი ელექტროენერგია თან საკმაოდ იაფი. რადგანაც შემოდის ტრიპის პროექტი, რომელიც გულისხმობს რკინიგზას, გზებს, ნავთობსადენს, გაზსადენს, ენერგეტიკულ კაბელს და ასევე ინტერნეტ კაბელს და კიდევ სხვა შესაძლებლობებს და ამის პარალელურად შემოდის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სომხეთში არ არის გაზი და ნავთობი. ეხლა აზერბაიჯანში ვიზიტის დროს ExxonMobil-სა და SOCAR შორის ახალი შეთანხმება დაიდო, მაგრამ სომხეთში, რადგან ნავთობი და გაზი არ არის, ამერიკა როგორც ჭეშმარიტი მოკავშირე შემოდის 21 საუკუნის გაზის და ნავთობით, ეს არის ხელოვნური ინტელექტის დატა ცენტრები, ეს არის ჩიპები, არა მხოლოდ ჩიპების სომხეთში ექსპორტი, Nvidia-ს იცით რომ სოფლიოში ყველაზე დიდი კორპორაცია არის დღეს Nvidia, მისი ჩიპების უნიკალური ჩიპების ლიცენზია გაეცა სომხეთზე, რომელიც მხოლოდ 5 ქვეყანაში არის პრაქტიკულად, მათ შორის ბრიტანეთში, საფრანგეთში, ისრაელში, სამხრეთ კორეაში და იაპონიაში და მე-6 გახდება ეხლა სომხეთი, რაც წარმოუდგენელი ამბავი არის. ანუ ტექნოლოგიური ხაბი გახდება ფაქტობრივად. დიახ, და ამავდროულად საუბარია ჩიპების წარმოებაზე სომხეთში, რადგანაც ჯერ ერთი სომხეთი თავად არის იშვიათი მეტალების მწარმოებელი ქვეყანა, მაგრამ ამავდროულად ტრიპის პროექტის ფარგლებში ცენტრალური აზიიდან ამერიკაში ჩატანა კი არ იქნება საჭირო. სომხეთშივე მოხდება ამერიკული კომპანიების მიერ ამის გაკეთება და ქალბატონი ლელა აბსოლუტურად სწორად ამბობდა, რომ ეს გაკეთდა ხაზგასმით, რომ პრემიერი ფაშინიანის და ამ დღევანდელი მთავრობისადმი ნდობა და სომეხი ერის მიმართ საბოლოო ჯამში სახელმწიფოს მიერ არის ნდობა და ნდობის საფუძველზე ხდება ეს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ რუსული ბაზა არის, მართალია დიდი ნაწილი უკვე გაყვანილია რუსული ჯარების, მაგრამ რეალურად ჯერ კიდევ სომხეთი სრულად არ არის, ასე ვთქვათ, განთავისუფლებული ამ რუსული წნეხისგან. ამის ფონზეც კი ნდობა არსებობს, რადგანაც ფაშინიანმა და ხელისუფლებამ ბევრი გააკეთეს იმისთვის, რომ ეს ნდობა მოეპოვებინა და თქვენ ვერასდროს ნახავთ იმ განცხადებებს, რაც კეთდება თბილისიდან. მე იცით, რომ წარმოვადგენ პოლიტიკურ ინიციატივას ჯერ საქართველოს და ჩვენი გუნდი აფასებს იმას, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ჯერ რუსეთის ინტერესებს ატარებს თავისი ამ განცხადებებით და თუ სომხეთის მაგალითს დავაკვირდებით, ფაშინიანმა თავისი ქვეყნის ინტერესები წაიყვანა წინ აქტიურად შეძლო ნდობის ჩამოყალიბება ამერიკელებთან და რაღაც მუქარები
აქედან კონსპირაციის თეორიებით კი არ მართა დიალოგი, არამედ და თან პირობებით, რომ ეხლა ყობახიძე რას ამბობს, რომ ჩვენ დაველოდებითო და იქნება აი ამერიკელებს მოუნდეთ. ქალბატონ ლელა შეფასება აბსოლუტურად სწორია, მეც ბევრჯერ მithქვამს, რომ ივანიშვილის გაცვლა იყო იმაზე, რომ საქართველოს იქნება მონოპოლისტი აქ და შესაბამისად ივანიშვილი დააყენებს პირობებს დასავლეთისთვის, აღიარონ მისი დიქტატურა საქართველოში. ამერიკელებმა ცხადია, ამერიკელები არ აპირებდნენ რუსეთის მარიონეტებთან ვაჭრობას ამ თემებით და როდესაც ნახეს, რომ სომხეთში არის ხელისუფლება, რომელიც გულწრფელად პროდასავლურ ნაბიჯებს დგამს და ალიევი, რომელიც პრაგმატულია, ალიევი არ არის პროდასავლელი პოლიტიკოსი, ყველა მიცის ეს. მაგრამ ალიევი საკუთარი ხალხოს ეგ უკვირს, ხო? ხა ალიევს ვილაპარაკებით, ჩვენ რა უფრო დიქტატორები ვართ. არა, დიქტატურაში არ არის საქმე. ალიევი არის სუვერენი. ალიევი თავისით წყვეტს. ის თურქეთთანაც, ისრაელთანაც აბალანსებს, რუსეთთანაც რაღაც შეთანხმებები აქვს, მაგრამ აბალანსებს, იმიტომ რომ ალიევი არის სუვერენი. ვინ თulis ყობახიძე არის სუვერენი? ვინ არის სუვერენი საქართველოში? ივანიშვილი. ამერიკელებს ეჭვიეპარებათ, რომ ივანიშვილი არის სუვერენი საქართველოში. ამერიკელები ფიქრობენ, ჩემი ანალიზით, რომ ივანიშვილი აქ წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ინტერესებს და ეჭვიეპარებათ მისი შესაძლებლობებში უკაცრავად, მაგრამ რა გააკეთა ალიევმა, როდესაც შეთანხმება იყო 2020 წლის 9 ნოემბრის მე-9 პუნქტში რომ წერია და ამას რომ ითხოვდა პუტინი. კი ბატონო, ფაშინიანმა იქიდან გადაუხვია ძალიან მარტივად, მთელი შეთანხმება დაარღვიეს ყარაბაღში, რაც მოხდა მაგის ფონზე და ფაშინიანისთვის ან ფაშინიანმა არ უღალატა რუსეთს, პირიქით რუსეთმა უღალატა სომხეთს, მაგრამ ალიევმა პირდაპირ თქვა პოლიტიკური გაგებით გადააგდო რუსეთი ამ ყარაბაღის ამბის მერე და თვითონ აირჩია ამერიკის მმართველობა, იმიტომ რომ პრაგმატულია იცის ამერიკა და ეხლაც რომ ვენსი ჩასული იყო თქვა, ყველაზე ძლიერ სახელმწიფოსთან გვაქვს მოკავშირეობა. ალიევმა ძალიან კარგად ალიევს ესმის ვინ არის, რა არის ამერიკა და რა არის რუსეთი და შესაბამისად მოადარებთ სუვერენს და მოადარებთ საქართველოში რუსული ტიპის მმართველობის ჩამოყალიბებას და ამერიკას იმიტომაც სჭირდება დღეს სომხეთი, აზერბაიჯანი ეს ახალი გზა, იმიტომ რომ ცენტრალური აზიის რუსეთის გავლენიდან გაყვანას აპირებს. და საქართველოს გავლით ეს ვერ მოხდებოდა, იმიტომ რომ თავად საქართველოს არის სამწუხარო დღეს რუსეთის გავლენის ქვეშ და დღეს სანამ ჩვენ საუბრობთ ვენსმა დააანონსა 5 მილიარდი და შემდეგ 4 მილიარდი, ანუ 9 მილიარდი ინვესტიციები სომხეთში, თან ტრიპის ფონდიდან ატომური სადგურისთვის, მათ შორის დატა ცენტრებისთვის, ხელოვნური ინტელექტისთვის, მაგრამ ეს ფული მოვა ტრიპის ფონდიდან და პრაქტიკ ტრიპში კი ინვესტიციას ამერიკა ჩადებს და სომხეთი იქიდან მხოლოდ შემოსავალს მიიღებს, ინვესტიციის ჩადება არ დასჭირდება, უსაფრთხოებაც გარანტირებულია. სად არის საქართველოს ამ დროს? საქართველოს ინტერესები სად არის? ჩვენ ვიყავით ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ჰქონდა სტრატეგიული პარტნიორობა რეგიონში. დღეს ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც არ აქვს ეს სტრატეგიული პარტნიორობა. ამაში ვინმე ფასი უნდა გადაიხადოს პოლიტიკური? საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს შეეხება ეს ჩვენ მთავრობას, მათ ხო ხელფას ვუხდით. თუ სხვანაირი სახელმწიფო ვართ, სადაც მოქალაქეების წინაშე არ არიან ანგარიშვალდებული, უნდა იყვნენ. ეს არის უდიდესი კრახი ჩვენი საგარეო პოლიტიკური ვექტორის, ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის. ჩვენ თუ არ გვექნება ეს ლოგისტიკაზე გათვლა, მათ შორის ახლა დღეს განაცხადა გერმანიის ელჩმა 75 მილიონი პროექტი არ განახორციელდეს. ანუ მეზობელ სომხეთში 9 მილიარდი პლუს პროექტი განხორციელდება, ჩვენთან უკვე შეთანხმებული 375 მილიონი გაუქმებულია აზერბაიჯანში. 6 მილიარდის კორპუსებს აგვიშენებენ, არაბები აგვიშენებენ კორპუსებს. კი ბატონო, სანამ წარმოგიდგენთ ხა, სომხეთში ატომური ელექტროსადგური კეთდება, რუსი დილერები როდის გაყიდიან მერე იმას. ჩიპების და ახალი ტექნოლოგიების საწარმო კეთდება და ჩვენთან კორპუსები შენდება. ჩვენთან თან ვისთვის? უცხოელებისთვის, იმიტომ რომ Eagle Hills-ის ეს პროექტი გინ თბილისთან, გინ ბათუმთან არის უცხოელებზე გათვლილი და ქალბატონი ლელა ასევე დამემოწმება იმაში, რომ სამხრეთით, თბილისით და ბათუმის სამხრეთით რთული ვითარება გვაქვს ჩვენ დემოგრაფიული იმისთვის, რომ მათ ფუფუნება კონდეს ჩვენ ავაშენოთ რაღაც გაუგებარი ახალი დასახლებები, მით უმეტეს უცხოელებზე გათვლილი. ეროვნული უსაფრთხოება ამ ქვეყანაში არსებობს თუ არა? ეს არ არის არც ეთნიკური, არც რელიგიური საკითხი, ეს არის სუფთა
ეროვნული უსაფრთხოების საკითხი მერაბ. კი ბატონო, ნამდვილად ასეა. ამაზე მინდოდა. მერაბ ვიცხოვრობს კიდე ერთ საკითხია, მაგრამ ერთ-ერთი რასაც ვაწარმოებთ ქვეყანა, არის კორპუსი. არა, მაგრამ ქართველი თუ არ იცხოვრებს, იქ ამ ქვეყნის მიზანი რა არის? ქართველების კეთილდღეობა არ არის? ერთი კი, მაგას გეთახმები, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, მე ვსაუბრობ ეკონომიკაზე. არა, ვაწარმოებთ, ანუ მიწასყიდით, იმიტომ რომ დეველოპმენტი არის მიწის გაყიდვა. ვაწარმოებთ კორპუსებს, მეც არაფერს არ ხო, ვაწარმოებ. ჩვენი ანუ მიწა ინვესტიცია მოგვაქვს მიწის ხარჯზე და თან მერე ეს უნდა იყიდონ არა ქართველებმა რასაკვირველია და ესე უნდა შეივსოს ბიზნეს ბიუჯეტი. ისა ერთი რამ მინდა ვთქვა, როდესაც ამ ვიცე-პრეზიდენტი აზერბაიჯანში იყო და მადლობას უხდიდა აზერბაიჯანელ ჯარისკაცებს მისიებში მონაწილეობისთვის და მათ შორის ხაზგასმით აღნიშნა, რომ ავღანეთიდან ყველაზე გვიან გამოვიდნენ, გული მეკუმშება ჩვენი მეომარი ბიჭების გამო, რომლებიც მართლა თავდადებულები იყვნენ, ყველა მისიაში მონაწილეობა მიიღეს, საკუთარი სიცოცხლით უზრუნველყვეს ამ ქვეყნის უსაფრთხოება და მოიტანეს აქამდე, რომელთა გასაოცარი საბრძოლო სიმამაცის შესახებ მუდმივად ხმამაღლა ლაპარაკობდნენ ამერიკელები და მე რასაკვირველია დიდ პატივს ვცემ ყველას, მათ შორის აზერბაიჯანელ ჯარისკაცებს, მაგრამ ჩვენი მეომრების და ჩვენი ბიჭების ღვაწლი სად არის? და რატომ? იმიტომ, რატომ უნდა დაიკარგოს ეს ყველაფერი, რატომ აღარ უნდა კონვერტირდეს ეს ამ ქვეყნის უსაფრთხოებაში, მინდა ივანიშვილმა ამაზე პასუხი გაგვცეს, იმიტომ რომ პატარა სოფლის უსაფრთხოებას თვითონ უზრუნველყოფს და სხვა არაფერი გვჭირდება ჩვენ. ანუ, როდესაც ვხედავთ, რომ აქეთ ბირთვული თანამშრომლობა, სამხედრო სფეროში თანამშრომლობა, ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობა, ჩვენს მეზობელ და მეგობარ სახელმწიფოებთან და ეს წელში 5 გზის მოხრილი, იმას რა ქვია, ემირატების მმართველ ზაიდ სლამის ხელზე კოცნის იმისთვის, რომ ის 6 მილიარდი შემოიტანოს, რომელშიდაც ჩვენი მიწა უნდა ჩავდოთ. ხო, მართლა ის ხომ არა, გაკვიატება არც მემაზე რა ქვია, მიწის გასხვისებასთან დაკავშირებით არა მაქვს პრობლემა და არც ეთნიკურ წარმომავლობასთან, იმას რა ქვია, ინვესტიციის მაგრამ რას ემსახურება ეს ყველაფერი და რა მოაქვს ამას და რის ფასად რას ვიღებთ, ხომ უნდა ვიცოდეთ, ხო? თუ ხო არ შეიძლება მთელი ერი მემსახურებოდეთ ამ კაცის კეთილდღეობას მარტო. და სხვა ინტერესი აღარ გქონდეს, არც უსაფრთხოება გვინდოდეს, არც განვითარება გვინდოდეს, არც როლი და ფუნქცია გვინდოდეს, მშვენივრად გადაინაწილეს კავკასიის რეგიონში სომხეთმა და აზერბაიჯანმა თავიანთი როლი და ფუნქციები. გადასარევად, რა არის ამ რეგიონში ჩვენი როლი და ფუნქცია? რაში ვჭირდებით ამ სომხეთს ან აზერბაიჯანს, ის მაინც გავარკვიოთ, შეერთებულ შტატებზე აღარ მაქვს პრეტენზია და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე და საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურაში მონაწილეობაზე. აი აქ ორ მეზობელ სახელმწიფოსთან მიმართებაში ჩვენი პოზიცია როგორია? როგორია თქვენ საერთოდ ვინ არის ეს ხალხი, საიდან მოვიდა? ან წარმოდგენა რომ არა აქვთ ან საერთაშორისო ურთიერთობებზე, წარმოდგენა რომ არა აქვთ რეგიონული პოლიტიკის პრინციპებზე, ვინ არიან? განათლე მართლა გაოგნებული ვარ. შალვა პაპუაშვილი პარლამენტის თავმჯდომარედ ყვავს ეს კაცი, ამბობს, რომ განათლების კონცეფციის ძირითადი ღერძი არის ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი. გიორგი, მითხარი, შესაძლებელია, რომ ამაზე აეწყოს განათლების კონცეფცია? იმის ნაცვლად, რომ ჩვენ ინკლუზიური მიდგომა გქონოდა საერთოდ გვეფიქრა სახელმწიფოს როგორც ვავითარებთ. ამის ნაცვლად გვაქვს წარმოუდგენელი აბსურდი. ერთი დღე ზეიმობენ, რომ ორ უნივერსიტეტს აერთიანებენ, მეორე დღე ზეიმობენ, რომ აღარ ვაერთიანებთო. რატო აერთიანებთ, რატო აღარ აერთიანებთ საერთოდ რა პოლიტიკას აწარმოებთ? ბოლონიის პროცესიდან რომ გაგვიყვანეთ, ჩრდილოეთ კორეას აპირებთ საქართველოში? მომავალი თაობების ბედი გაინტერესებთ თუ მარტო მათი შვილების უცხოეთში კარგი სწავლა აინტერესებთ, იმიტომ რომ შეძლებული არიან საკმარისად? ანუ როდესაც რეგიონზე ვსაუბრობთ,
ორივე ქვეყანას ახლა სომხეთს და აზერბაიჯანს აქვს შეთანხმებები დადებული, სომხეთი მიიღებს უმაღლესი დონის ახალ დრონებს, სადაც ძალიან უჭირდა და დააკვირდება საზღვარს თან დრონებს მერე შეუძლია რეალურად არამხოლოდ სადაზვერვო, არამედ დარტყმითიც გახდეს, თუ ამერიკა გადაწყვეტს ამას. აზერბაიჯანი კი მიიღებს ნავებს კასპიის ზღვაზე, გასაგებია რუსეთის და ირანის საფრთხეებისგან, იმიტომ რომ ყაზახეთი და თურქმენეთი მათი პრაქტიკულად მონათესავე ერები არიან თურქულ სახელმწიფოთა ორგანიზაციაში. ჩვენი შეიარაღებული ძალები სად არის? სად არის საქართველოს პრიორიტეტი? სოციალურ პროექტად რო აქციეს საქართველოს შეიარაღებული ძალები, ასე იცავენ უსაფრთხოებას? წარმოუდგენელი ამბავი არის ეს, ღალატი არის ეს ჩვენი ინტერესების, იმიტომ რომ ჩვენი ჯარი აუცილებლად უნდა არამხოლოდ ავღანეთის კონტექსტში ყოფილიყო ხსენებული, არამედ უნდა ყოფილიყო აღჭურვილი ჩვენ რა შავ ზღვაზე გემები არ გჭირდება, აზერბაიჯანს რო ჭირდება, ჩვენ სხვა შესაძლებლობები არ გჭირდება, რომ აქ ძალიან რთულ ვითარებაში ანაკლიის სპორტი სად არის? რომელიც უნდა ყოფილიყო ალტერნატივა ამ ყველაფრის და ეხლა იქნებოდა ეკონომიკური პროექტიც და უსაფრთხოების პროექტიც. ჩინეთს და ანუ შესაბამისად რუსეთს რომ იქ უნდათ გადაცემა ამ ყველაფრის. რა გააკეთეს სომხეთმა და აზერბაიჯანმა? უკვე რუსული პროექტი, რაც რუსეთმა იქ ჩადო, წაართვეს რუსეთს და ამერიკელებთან ხელი მოაწერეს. როგორ გამოდის რომ სომხები და აზერბაიჯანელები ხვდებიან რომ ამერიკასთან პარტნიორობა მნიშვნელოვანი არის და საქართველოში ხელისუფლება თურმე პირობებს უყენებს ამერიკას რომ მათი პირობებით უნდა აღადგინონ ურთიერთობა ამერიკელებმა. თორე ეხლა ტრამპს გამოაცხადებენ რაღაც სულელური კონსპირაციის თეორიის თანამონაწილეს. უკვე გამოაცხადეს. უკვე გამოცხადებული ყავს. და როგორ უნდა აწყონ ურთიერთობები სუფთა ფურცლიდან, როდესაც სახელმწიფომ დივნის გზავნილით ელჩი არ მიიღო ივანიშვილმა უკაცრავად სანქციების კომიტეტის თავმჯდომარე რომ იყო ჩამოსული და შეხვედრა რო უნდა და არ შეხვდა რად წარმოიდგინა ამ ადამიანს ჯერ ფული დამიუბრუნდა ყულევის სპორტის დასანქცირება გზაში რომ არის ყულევის ავტობუს გადამშენება ჩვენ გვაქვს ახლა რეკლამა და რეკლამის შემდეგ ჩვენ გავაგრძელებთ ამ თემებზე საუბარს რეგიონში ამერიკის ინტერესები როგორ აქვსა ჩვენ და რამდენად რეალური არის იგივე სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან რუსეთის გაძევება პოლიტიკური თვალსაზრისით ამაზე ვისაუბრებთ რეკლამის შემდეგ მას ჩვენ დავბრუნდით ეთერში და როგორც გითხარით საუბრობთ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე სომხეთსა და აზერბაიჯანს არ იყო მხოლოდ ერთი რაღაც ვიზიტი, ხო, კონკრეტულად ეს არის რეგიონში მთელი პოლიტიკის გადალაგება. ვისაუბრეთ პირველ ნაწილში ძალიან ბევრი ეკონომიკურ პროექტებზე, რომლებიც სომხეთში კეთდება, პოლიტიკურ მნიშვნელობაზე. ამ ვიზიტის აზერბაიჯანში საერთოდ მოეწერა სტრატეგიული პარტნიორობას ხელი, რომელიც არ ჰქონდა აზერბაიჯანს აქამდე. იგივე ყარაბაღის კონფლიქტის გამო და ბევრი ასე ვთქვათ პრობლემა იყო და შესაბამისად დღეს ვიღებთ სიტუაციას, როცა შეიძლება ახალი გეოპოლიტიკური სურათი მივიღოთ და ეხლა ვიმსჯელობთ სად არის საქართველო ამ კონტექსტში და ასევე მინდა ვიმსჯელო რუსეთის გაძევება სამხრეთ კავკასიიდან რამდენად რეალურია ამერიკის მიერ თუ გავითვალისწინებთ იმას რომ ალიევი რუსეთთანაც კარგი ურთიერთობა აქვს, გავითვალისწინებთ იმას რომ სომხეთი საერთოდ ევრაზიული კავშირის და ოდკბ-ს წევრია და იქ თავისი ბაზები აქვს რუსეთს, ამიტომ რამდენად რეალურია ეს შესაძლებელია თუ არა ახლოს მომავალში ასეთ რამ მოხდეს. მოდი გიორგი შენგან დავიწყო. პროცესი ხდება და მაგ მიმართულებით მიდის, თუმცა აღსანიშნავია რომ შეერთებული შტატების მიზანი არ არის აქ რუსეთის განდევნა რეგიონიდან, ამ ქვეყნების სტრატეგიული ინტერესი არის რომ რუსეთზე დამოკიდებულება შეცვალონ. მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთადერთი მტერი არსებობს სუვერენიტეტის ამ ქვეყნების რეალური, ეს არის რუსეთი, როგორც ყოფილი მეტროპოლია და იმპერია, რომელიც ცდილობს იმპერიის აღდგენას. და სრულად ყალბი არის საქართველოს ხელისუფლების განცხადებები, რომ ვითომ საქართველოს სუვერენიტეტზე ფიქრობენ, მაშინ როდესაც დამოკიდებულება რუსეთზე გაიზარდა, ხოლო სუვერენიტეტის მტერს ევროკავშირს უწოდებენ, რომელიც რეალურად გარანტორი შეიძლება იყოს, როდესაც თან ახლა უსაფრთხოების პრიზმაშიც გადადის, აღარ არის მარტო ეკონომიკური ბლოკი ევროკავშირი და სომხეთი ერთდროულად ხედავს ევროკავშირში ინტეგრაციას, კანონი არის მიღებული ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. ამავდროულად შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობას. ეხლა, როდესაც თქვენ ახსენებთ ოდკბ-ს და ევრაზიულ კავშირს, აქ დინამიკა არის მნიშვნელოვანი, ხო? პირველ რიგში ორივე გადაწყვეტილება ამ ხელისუფლებას არ მიუღია პირიქით, წინა ხელისუფლება მიიღო, მაგრამ ოდკბ-ში წევრობა არის დე-ფაქტო შეჩერებული, ანუ არაფერი აღარ არის მაგ ოდკბ-სგან დარჩენილი. მე ვფიქრობ, რომ არასწორი იყო იმ მომენტშივე სრულად არ გასვლა, მაგრამ რეალურად რაღაც მომენტში გავლენ იურიდიულადაც.
ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირსაც შეეხება ძალიან მარტივად უნდა თქვა. აი, ლავროვმა პირდაპირ თქვა, რომ ხა იგივე ევროკავშირისკენ რომ მიდისო სომხეთიო, ეხა ხო ხვდებიან, რომ ევრაზიულ კავშირში აღარ დარჩებიან და ამიტომ ეკონომიკურად რამდენად აწყობთ ეს სომხებს, იმიტომ რომ ძალიან მიბულია რუსეთზე. ეკონომიკურად ბევრი სომეხი ცხოვრობს და შეუძლია გამოყაროს იქიდან რუსეთს, როგორც ქართველები გამოყარა თავის დროზე და ასე შემდეგ. ხო, ბევრი სომეხი ამერიკაში ცხოვრობს და ევროპაშიც, მაგრამ თუ ხა ისე გამოყრას არაფერია. არა, ხო გასაგებია, მაგრამ რუსეთი აპირებს დეპორტაციას სომხების, სომხეთის სახელმწიფო მათი ტყვე ვერ გახდება და მე არაერთხელ მithქვამს, რომ უნდა გადასახლდნენ სომხეთში და ამის პირიქით სომხეთსაც თვისაც კარგი იქნება დემოგრაფიულად და რუსეთთან დამოკიდებულებასაც შეცვლიან. ასე რომ ეგ ყალბი კონცეფტი რაც ქართულ ოცნებას ასევე აქვს, რომ იქ ქართველები ცხოვრობენ და ამიტომ ჩვენ რაღაც რუსეთთან განსაკუთრებული სუვერენიტეტი უნდა დავუთმოთ პრაქტიკულად ამ მიმართულებით, სომხეთს არ აქვს ეგ მიდგომა ნათელია, იმიტომ რომ სახელმწიფო სუვერენიტეტის დათმობა დიასპორის გამო არავის არ გაუგია ზოგადად. მეორე მომენტი არის ძალიან მკაფიო აქ, რომ სომხეთი ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან დღეს იმიტომ არ გამოდის, იმიტომ რომ 2024 წლის 5 აპრილს ბრიუსელში იყო შეხვედრა ბლინკენი, ურსულა ფონ დერ ლაინი და ფაშინიანი და დაიდო შეთანხმება, რომ დასავლეთი უზრუნველყოფს სომხეთის ეკონომიკის დივერსიფიკაციას, ვთარგმნი ამას რუსეთისგან დამოუკიდებლობას და ევრაზიული კავშირიდან გასვლის მომზადებას, საქართველოს გავლით როგორც კანდიდატის ქვეყნის ევროკავშირის წევრობის. რა მოუვიდა იმავე აპრილის თვეში კანდიდატის სტატუსს, როდესაც ივანიშვილმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან გამოაცხადა, რომ ევროკავშირი გლობალური ომის პარტია, თავზე დაემხო სომხეთს საკუთარი გეგმები საქართველოსთან ერთად და საქართველოს გავლით რუსეთისგან დამოუკიდებლობის და ბევრმა ეს ვერ შეამჩნია, მაგრამ რეალურად ჩვენ საქართველოს საბოლოო ჯამში სომხეთს ხელი შევუშალეთ რუსეთის განთავისუფლებაში. ახლა ინფრასტრუქტურა ეწყობა, რომ თურქეთის გავლით უნდა მოხდეს ეს ყველაფერი. და ამერიკა მაგიტომაც ერთვება აქ, იმიტომ რომ საქართველოს უკვე არის რუსეთის გავლენის სფეროდ განხილული. შესაბამისად, სომხეთი გამოვა ევრაზიული ეკონომიკური კავშირად, მაგრამ მაგას მართლა ჭირდება, რომ ეკონომიკა იყოს რამეზე დაფუძნებული. დღეს ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების წყალობით და საქართველოს ხელისუფლებაც მაგას აკეთებს, ჩამოკიდებულია სომხური ეკონომიკა რუსეთზე. ამიტომ ეხლა ჩიპების ინდუსტრია, ხო, 9 მილიარდი დოლარის ინვესტიცია რომ ჩადეს, ხო გახსოვთ? მილიარდ 9-ზე რომ გაზარდეს, ხო გახსოვთ, ესეც მithქვამს. ეხლა საუბარია, რომ ეს პროექტი მარტო NVIDIA-ს დატა ცენტრის 4 მილიარდი ღირებულების იქნება. 4 მილიარდი ღირებულების ერთი პროექტი, თან საუბარია, რომ ეს დასაწყისია. ანუ ეს ნიშნავს, რომ სომხური ეკონომიკა გახდება მაღალ ტექნოლოგიური, ანუ როგორც ისრაელშია. სოფლის მეურნეობით, ღვინის გაყიდვით და ასე შემდეგ, შორს ვერ წახვალ, რაც არ უნდა კარგი იყოს. ამიტომ ქართულმა ოცნებამ მიზანმიმართულად ქართული ეკონომიკა ჩამოკიდა რუსეთს, ხოლო სომხეთი ახლა ეტაპობრივად ცვლის ეკონომიკის სტრუქტურას იმისთვის, რომ მე მარტივად გამოვიდეს ევრაზიული კავშირიდან, იმიტომ რომ არავის არ უნდა ისე გამოვიდეს ევრაზიული კავშირიდან, თავის თავს ავნოს და არც დასავლეთი ეუბნება და კიდევ ერთი არგუმენტი, რომ აქ ომი უნდათ თურმე ყალბია. სომხეთში ეკონომიკის ზიანიც კი არ უნდა და არ ეუბნებიან, რომ უცებ გამოდი. ეუბნებიან, რომ ნელ-ნელა მოემზადე და ისე გააკეთე ეს ნაბიჯი და აზერბაიჯანში პირდაპირ სახელმწიფო მედია წერს, რომ დსთ-დან გასვლას აპირებს აზერბაიჯანი. და იქაც მთელი ეს დისკურსი არის და პირდაპირ ვიტყვი ამას, დაღესტანის კუთვნილებაზეც არის მედიაში მართალია, მაგრამ გარკვეული საუბრები აზერბაიჯანში, ასე რომ კონტექსტი სხვა არის. ნელ-ნელა მივდივართ იქეთკენ, რომ თურქული სახელმწიფოები სულ უფრო ძლიერდებიან. თურანის კავშირი. ალიევი, კი ბატონო, ალიევი საუბრობს იმაზე, რომ წელს უნდათ პირველი თურქული წვრთნების ჩატარება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. რა თქმა უნდა, ეს სომხეთისთვის პრობლემა იქნებოდა, რომ არა ვაშინგტონი, რომელიც ეუბნება, რომ მე ჯეიდი ვენსმა რა თქვა ერევანში, რომ მე შვიდობის გარანტია არის ძალა. და ჩვენ სომხეთს პირველი კონტრაქტი გავაფორმებთ 11 მილიონი დოლარის, მაგრამ არა 11 მილიონი კონკრეტულად დრონების მიმართულებით, რაც გააფორმეს. რა ცოტა ეხა დრონები. გასაგებია, მაგრამ პირველი კონტრაქტი არის სომხეთთან შეიარაღებული ძალების მიმართულებით და ეს გაიზრდება, თან ფულიც იქნება ტრიპის ფარგლებში და შესაბამისად სომხეთის გაძლიერებას აპირებენ, რომ ამ თურქული პროექტის ფარგლებში სომხეთი ძალიან სუსტი არ იყოს, იმიტომ რომ ისტორიული პრობლემები არის. იქ თოკეინდური კონტრაქტია კიდე, რომლითაც ფრანგების
ფაქტორია სომხურ შეიარაღებას. სომხეთი ინდოეთთან გააფორმა ხელშეკრულება, საიდანაც ასევე ყიდულობს სომხეთს აძლიერებენ რომ თურქული საფრთხე არ შეექმნას და თურქეთს აძლიერებენ, იმიტომ რომ თურქეთის გაძლიერება თურქული ამ ქვეყნების საბოლოო ჯამში რუსეთის დასუსტებას ნიშნავს. და საქართველოს ამ კონტექსტში აღმოჩნდა რუსეთის უბრალოდ მარიონეტი და პროქსი. თან ერთ დავამატებ, მათ ძალიან საინტერესო რამ ხდება, რომელიც შეიძლება ესე პირდაპირ აფიშირებული არ არის. გარკვეულწილად თურქეთს აბალანსებენ ალიევით და აზერბაიჯანის ფაქტორითაც ცდილობენ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია სხვათა შორის. ხო, ძალიან საინტერესო პროცესია. ხო, ანუ აზერბაიჯანში რა თქვა ჯედევესაც, აშშ-ს და აზერბაიჯანის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორობა აქვთ. კერძოდ აშშ და აზერბაიჯანის შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტის ხელმოწერის შემდეგ ჯედევესმა აღნიშნა, რომ აშშ და აზერბაიჯანს ხანგრძლივი მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორობა აქვს. შეიძლება ბევრმა არ იცის, მაგრამ აზერბაიჯანი ერთ-ერთი ბოლო ქვეყანა იყო, რომელიც ავღანეთიდან გავიდა. ოპერაციები ჩავატარეთ რთულ პირობებში და მაშინ ჩვენი რეპუტაციის შენარჩუნება შეუძლებელია განაცხადა ეს უკვე აზერბაიჯანში ჯედევესმა. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ტრამპის გზას საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის უკვე მოქმედებს და დამატებით ეკონომიკურ შესაძლებლობებს შექმნის აზერბაიჯანისთვის. ბუნებრივი რესურსების ექსპორტს გაამარტივებს, ვინც თქმით, ეს იმპულსს შექმნის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების მდგრადობისთვის. მოდი შევხედოთ, გზავნილი რომ ტრამპის გზა და შეერთებული შტატები არის გარანტორი და უზრუნველყოფს აზერბაიჯანსა და სომხეთში მშვიდობას. ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ რუსეთს ნაკლები შესაძლებლობა ექნება აქ მშვიდობის დარღვევის. რა თქმა უნდა. ნიშნავს თუ არა? კი ბატონო. ნიშნავს რა. მშვიდობაზე რა თქვა ჯედევ? ერთ-ერთი უდიდესი რამ თქვა ჯედევენსმა, რასაც კონფლიქტებსა და ომების აღკვეთა შეუძლია, ორი ერის ერთად მუშაობა უფრო დიდი კეთილდღეობის მისაღწევად. მშვიდობა შეერთებული შტატების პრეზიდენტის, აზერბაიჯანის პრეზიდენტსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის წყალობით დამყარდა. ერთობლივი ძალისხმევის შედეგად მშვიდობა შეიქმნა. იქ სადაც აქამდე ომი იყო. მომავალში კეთილდღეობა შევქმნით, ანუ დღეს მშვიდობა შევქმნით, მერე კეთილდღეობა შევქმნით. მშვიდობა გარანტირებულია. იქ სადაც აქამდე მხოლოდ ომი და კონფლიქტი. ამაშია საქმე, სწორედ მაგეთ მედია, მშვიდობა გარანტირებულია, იმიტომ რომ ჩვენ ვართ აქ და კეთილდღეობაც იქნება, მოყვება ამ მშვიდობას. ფაქტია, რომ აქ პირდაპირ არის საუბარი იმაზე, რომ არა მშვიდობის მყოფელი ვიცით ვინც არის და ვის შეიძლება ინტერესებში შედიოდეს აქ მშვიდობის დარღვევა, ეს არის რუსეთი. ახლა რა ხდება საქართველოში, რომელიც არცად არ არის? აბსოლუტურად მადლობა ბატონო ბიძინა ამისთვის კიდევ ერთხელ. ისა რა ხდება საქართველოსთან მიმართებაში? საქართველოს შეიძლება როგორც უკვე პატარ-პატარა პრობლემები შექმნა, როგორც სომხეთისთვის, ისე აზერბაიჯანისთვის, ტვირთების ასე ვთქვათ, გატარებასთან დაკავშირებით, შეიძლება გახდეს აი იმ დიდ ასე ვთქვათ, დაწყებულ პროექტში, რომელიც ტრამპის, ასე ვთქვათ, ქვია, ხო, დერეფანი, შეიძლება გახდეს ეკალი. და ეს საქართველოს კი არა, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება. და ამიტომ საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ ამ ეკალს არავინ არ მისცემს შესაძლებლობას, რომ ეს დაძრული, ძალიან მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, ორთქმავალი გამოიყვანოს წყობრიდან. ამიტომ არჩევანი დიდი არა აქვთ მაინც და მაინც ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას, მაგრამ მე ბოდიშვიხთი მაინც მომიწევს ამის თქმა, იმიტომ რომ როგორც არ უნდა დავთვალო რაციონალური გათვლებით, პოლიტიკური ანალიზით და ასე შემდეგ, ახსნას ვერ უძებნი პერსპექტივის თვალსაზრისით იმ ქმედებებს, რომელსაც ჩადის ივანიშვილი. ახლა კობახიძემ გადასარევად იცის, ისინი ამბობენ, რომ ჩვენ ველოდებით სუფთაფულსლიდან დავიწყოთ ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. რამდენი 10 წლეულები აპირებენ ამის ხო, არ ვიცი. რამდენი საჭირდება, თქვა კობახიძე. ჩრდილოეთ კორეას შვიდად ველოდებით. ხო, ელოდოს კობახიძემ გადასარევად იცის, რა მოხდება და როგორ განვითარდება მოვლენები. ეჭვი მაქვს, რომ უკვე იცის მამუკა მდინარაძემაც. აქამდე ბევრი რამ არ იცოდა, მაგალითად არ იცოდა ბანკოკიდან რატო ხდებოდა თანხების გადარიცხვა
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტიდან, ხო, ბანკოკის გავლით რატო ხდებოდა, ეხლა ეცოდინება ალბათ და კიდე ბევრი რამ ეცოდინება, რისი გაკეთება მოუწევთ. როდესაც ხო, მაგრამ აი ახლა გახსოვთ სუსმა თქვა, რომ ამ გამდინარაძე იყო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში. ხო და გააგებინებდა ბევრ რამეს. შეიძლება რაღაც მიდის დაალაგებისკენ, არა? იცით რა შესაქმე, დაალაგებისკენ მიდის რა. კიდევ ერთხელ ვამბობ, გიორგი თქვა და ვეთანხმები სრულად. არავინ ბიძინა ივანიშვილს პარტნიორად არ განიხილავს. რატომ გეტყვით? ეს კაცი არაფერზე პასუხს არ აღებს. პრინციპში მე გუშინავს თქვი გადაცემაში და გამიგონებთ ჯეი დი ვენსმა რაც თქვა ირანთან დაკავშირებით პირდაპირ ჩვენზეც მუშაობს. რა თქვა ჯეი დი ვენსმა, რომ ირანს როგორ უნდა ველაპარაკოთო, დიპლომატია არ მუშაობს, იმიტომ რომ ვინც გადაწყვეტილებას იღებსო, ისო საერთოდ არ ჩანსო და ირანის პრეზიდენტს რომ ველაპარაკოთ რა აზრი აქვს და აქ ფაშინიანზე რომ მოგობენ, იციან რომ ფაშინიანი ახლებით ახლა ეგ სიტუაცია ჩვენთან ვინც იღებს გადაწყვეტილებას არ ჩანს. პლუს როცა ჩამოვიდა მაღალჩინოსანი ობრაინი იმას არ შეხვდა, უთხრა ჯერ ფული დამიბრუნდეთ და მე შეხვდებით. კი ბატონო. დაახლოებით აიათოლას კოპახიძესთან არავინ აბსოლუტურად არავინ არაფერს დაალაგებს, ესეც შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ. ამიტომ ეს მოლოდინები, რომელიც მათ აქვთ, არის აბსოლუტურად ერთ დღეს რომ დაიჭიროს ყველა ოპოზიციონერი, ერთ დღეს რომ რა ვიცი, ყველა გამოკეტოს სახში. ეს არ არის ფაქტორი იმისთვის, რომ შეერთებული შტატები და ეს რა ქვია, დასავლელი პარტნიორები ელაპარაკონ ივანიშვილის ხელისუფლებას იმ გარკვეული პირობების გარეშე, რომლის შინაარსი მათ ძალიან დიდი ხანია იციან და სუფთა ფურცელზე წერია, რომ უნდა ჩაატარონ ახალი არჩევნები და უნდა არ ყავდეთ პოლიტპატიმრები და ახალი არჩევნები უნდა ჩაატარონ ახალი წესებით და არა ბიძინას წესებით. ეს კარგა ხანია წერია იმ ფურცელზე და ამერიკელები ამბობენ, რომ ამას არ გადავხაზავთო, იმიტომ რომ იგივე დაუწერეს მაშინ მოლაპარაკებების დროს ირანში. ძალიან სასაცილოა, რომ ირანის ხელისუფლება ღმერთო იქცევა ზუსტად ისე ახლა როგორც ბიძინა ივანიშვილი. გუშინ დაუწყიათ რეფორმატორების დაპატიმრება ირანში. აი ზუსტად ისევე იქცევა აიათოლა ხამენეი, როგორც იქცევა ბიძინა ივანიშვილი და ნუ ნახავთ ბოლოს ერთისას და მეორისას. სინამდვილეში სტრატეგია ცოტა უფრო გლობალური აქვს შეერთებულ შტატებს და ეხლა საქართველოზე იმიტომ არ არიან დღეს ორიენტირებული, იმიტომ რომ ცოტა სხვანაირად წყვეტენ საკითხს და აი ყურადღებით რომ დავუკვირდეთ პაპუაშვილი უკმაყოფილო რო არის მოლდოვა სუვერენიტეტს კარგავსო. სინამდვილეში მოლდოვა რუმინეთთან გაერთიანებით ერთიერი არიან, მათი სურვილია პაპუაშვილს ვინ ეკითხება, უნდა გაერთიანდნენ თუ არა, თვითონ თუ წყვეტენ, ხო წარმოუდგენელი ამბავია. უბრალოდ პაპუაშვილზე კომენტარს არ გავაკეთებდი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში რომ არ ყოფილიყო. და შესაბამისად მოლდოვა გადის საერთოდ პირდაპირ ნატოში და ევროკავშირში შედის თუ რუმინეთთან გაერთიანდება. უკრაინის 80% რომ გარანტირებულად რჩება და რუსეთი იქ რომ ვერაფერს ვერ აღწევს რეალურად გასაგებია და უკრაინელების დემილიტარიზაცია კი არა, მილიტარიზაცია მოახდინეს. აქედან ნახეთ უკრაინა რამდენად ძლავრ სამხედრო ძალად იქცევა და მათი ეროვნული კონცეფცია გახდება ევროპის უდიდესი არმია. პოლონელებთან შეუდარებელიც კი ხდება, სადაც პოლონელები უგუნებენ პირდაპირ გაგებით შეეხების ძალების მიმართულებით. კავკასიაში სომხეთთან შეთანხმდნენ, აზერბაიჯანთან შეთანხმდნენ, ცენტრალური აზია უნდა გამოკაჩონ აქეთ თურქეთის მათ შორის გავლენის ქვეშ და თურქეთი ოსტატურად ორ სკამსეზის და აბალანსებს და ასე შემდეგ. ერდოღანი ნამდვილად მაგის სპეციალისტია და რუსეთის გავლენები შეამციროთ ცენტრალურ აზიაში. თან ევროკავშირი და ამერიკა შედიან იქ ორი პროექტით, გლობალური Global Gateways პროგრამით და სხვა პროგრამით. აქ რჩება მარტო საქართველო და ბელარუსი რეალურად და ამ საკითხს როგორ აგვარებს ამერიკა? მარტო საქართველოს საკითხი ხო არ არის, ეს არის ზოგადი საკითხი, დიდი. ჯერ ერთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააკისრა, დაადო რუსეთს გუშინ წინ მეორე სანქციებით. მეორე ირანის მიმართულებითაც სანქციები დაადო. გარდა ამისა, ტანკერების დაკავება დაიწყეს მთელ მსოფლიოში. ფრანგებმაც, ბრიტანელებმაც, ამერიკელებმაც, ვენესუელას და ასე შემდეგ. ვენესუელას საკითხი მოაგვარეს ეს რუსული და ირანული გავლენები, ანუ გლობალური ცვლილებები მოხდა. ამას ემატება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მდგენელი, რომელიც ეხება იმას, რომ
თუ რუსეთის ეკონომიკის ჩამოშლა ესე გაგრძელდება რეალურად და თან თურქული სახელმწიფოები გაძლიერდებიან, ტრიპი მათ შორის მაგასაც ხელს შეუწყობს, რუსეთს ექნება შიდა ეთნიკური და რელიგიური პრობლემები, იმიტომ რომ იქ მიყავს მათ შორის ეთნიკური უმცირესობები საზარბაზნე ხორცად რეალურად უკრაინაში, კიდევ უფრო დიდ პროპორციებში და იქ რუსეთი საბჭოთა კავშირზე სუსტი სახელმწიფოა რეალურად, ანუ შიდა დაშლის სცენარებიც არსებობს. ირანის საკითხი თუ მოგვარდება მალევე ეს რუსეთ-ჩინეთის ალიანსი დარჩება მთავარი მოკავშირის გარეშე, რომელიც აქ ამერიკას და ისრაელს ემუქრება ხოლმე და წვავენ და გლობალური ომის პარტია და აცხადებენ ამერიკას. და აი ძალიან ცუდია, რომ ჩვენი განცხადებები შინაარსობრივად ძალიან გავს ზოგიერთ ირანულ, ჩრდილოეთ კორეულ და რუსულ განცხადებას. და საბოლოო ჯამში მაგ კონტურში წარმოუდგენელია, დროის ამბავი არის უბრალოდ. წარმოუდგენელია, რომ ეს რეჟიმი ესეთი შინაარსით დარჩეს. ერთადერთი იმედი რეჟიმის არის, რომ რუსეთის საზღვარზე ვართ, რუსეთს აქვს ჩვენ ტერიტორიაზე 20% აქვს ოკუპირებული და ჯარი აქვს და ომით გვემუქრება ეს რეჟიმი, რომ რუსეთი თუ რამე ომს დაიწყებს აქ და როგორც კი რუსეთი დასუსტდება და ეს გარდაუვალი ჩანს აი ამ კონტურში, მათ შორის რეგიონალური ვენსის ვიზიტი ეს ნამდვილად მაგის ნაბიჯია, ავტომატურად საქართველოს განთავისუფლება გარდაუვალი იქნება და ჩვენ უბრალოდ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ საქართველოს ინტერესები მანამდე სრულად არ დათმონ, იმიტომ რომ ჩვენ გვჭირდება ძალიან ბევრი ფაქტორი უსაფრთხოების და ასე შემდეგ, ენერგეტიკული, ეკონომიკური და ასე შემდეგ. ჩვენი ადგილი, პიცით, ეხა ისეთი ვითარება გვაქვს, სანამდე ახალი საერთაშორისო დღის წესრიგი ჩამოყალიბდება, რომ ყველა ცდილობს აი ამ დეკონსტრუქციის და ახლის კონსტრუქციის პროცესში რაც შეიძლება მეტად მოახდინოს თავისი ინტერესების რეალიზება, რაც შეიძლება მეტი, ასე ვთქვათ, ბენეფიტი მიიღოს და ჩვენ რეალურად ისიც კი არ ვიცით რა არის ჩვენთვის ბენეფიტი და რა გვინდა. აი ყველაზე დიდი უბედურება მაგაშია. არაბები აგვიშენებენ კორპუსებს. ჩვენ რამდენი ხანია აღარ ვლაპარაკობთ ხალხო ტერიტორიულ მთლიანობაზე. რამდენი ხანია, როდის გაიგეთ ბოლოს პოლიტიკოსებისგან ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხზე საუბარი, რას ვაკეთებთ ამ მიმართულებით, რა ნაბიჯებს ვდგამთ, ან რა ხდება იმ ტერიტორიებზე ამას რატო აღარ განვიხილავ? აქტუალესად არის ვითარება ზოგიერთ საკითხში და მაგიტომ ალბათ. ხო, და გარდა მაგისა, ჩვენ თუ არ აღმოჩნდით, ჩვენ გვჭირდება მზად ყოფნა ერთი, რომ ივანიშვილის ხელისუფლება გაუშვათ და მერე გაშვების დროს რა უნდა გავაკეთოთ, რომ აი ეს დანაკარგი, რასაც ახლა ვკარგავთ ძალიან სერიოზულს, უსაფრთხოების ინტერესებით, სახელმწიფოებრივი ინტერესების რეალიზებით, რომ ეს ავინაზღაუროთ. ამისთვის გვჭირდება მზაობა. მადლობა დიდი, ლელა ჯეჯელავა და გიორგი ტუმასიანი იყვნენ ჩვენი სტუმრები. ჩვენ საუბრობდით ახალ რეალობაზე სამხრეთ კავკასიაში, რომელსაც ქმნის აქ ამერიკის შემოსვლა და რომელსაც ჩვენ ჯერჯერობით გვერდი აგვიარა. ასეთი იყო დღევანდელი გადაცემა რეზიუმე. მე გემშვიდობებით ხვალამდე, ხვალ 7:30-ზე შევხვდებით ერთმანეთს.